ეს კვირის რეპორტაჟია, რომელსაც სტუდია GNS-დან ნანა ლეჟავა წარმოგიდგენთ. საღამო მშვიდობისა. 2010 წლის ბოლოს ჩვენი ეკონომიურ ვითარებაზე გიამბობთ, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა. არის თუ არა საკმარისი ოფიციალურად დადგენილი საარსებო მინიმუმი არსებობისთვის. ოფიციალური სტატისტიკით ქვეყანაში 800,000 პენსიონერი და 900,000-ზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანია. როგორ ახერხებენ ადამიანები არსებობას, როცა ფასები თითქმის ყოველდღიურად იზრდება. 1 წლის განმავლობაში გაძვირებული ცხოვრება. ნახეთ გიორგი მოლოდინის რეპორტაჟში. როგორ გეგმავთ თქვენ დაუშვათ თქვენს 97 ლარს? რაში უნდა იმყოფოთ დაუშვათ ეს 97 ლარი? პური, შაქარი, მაკარონი და სპარა. თვიდან თვემდის და გადასახადი. გადასახადებიც ამ თანხაში შედის? დიახ. დანარჩენი არაფერი არ გვაქვს. რის შეძენას აპირებთ და რამდენზე გეყოფათ? მე შევეძინო, მე კილკა და კარტოფილი უნდა ვიყიდო და ისაბჭა. მეტი არაფერი. ახალწლის ვინ არა მაქვს ფული, რომ მე რაღაცა კამფეტი ვიყიდო და რაღაცა ოჯახში შევიტანო და ან ლიმონადი ან რაღაცა და არაფერი საშუალება არ აქვს. ეს არსებობისთვის ბრძოლას გავს. არადა შესაბამისი კანონმდებლობით საარსებო მინიმუმით ადამიანმა ნორმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება უნდა შეძლოს. თუმცა ძნელად თუ იპოვიან ეს პენსიონერები ადამიანს, რომელიც 100 ლარით მათ საკვებისა და სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილების გზებს ასწავლის. ალბათ კიდევ უფრო გაძნელდება იმ ადამიანის პოვნა, რომელიც იმას გაარკვევს, საარსებო მინიმუმზე ნაკლებით ეს ხალხი არსებობას საერთოდ როგორ ახერხებს. ექსპერტი დავით ნარმანია ფიქრობს, რომ ეს სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქის გაწირვის ტოლფასია. ადამიანი, რომელიც საარსებო მინიმუმზე ნაკლებ შემოსავალს იღებს, ხდება მისი დაბევრა 20%-იანი საშემოსავლო გადასახადით. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელსაც გაწვდილი აქვს პირისკენ ლუკმა შუა გზაზე სახელმწიფო ართვევს მას ამ ლუკმას იმისათვის, რომ მერე სხვადასხვა სახელმწიფო ვალდებულებები დააფინანსოს. ჩვენი სიუჟეტის გმირების მსგავსად საქართველოში ოფიციალური ინფორმაციით 800,000-მდე პენსიონერია. ასევე ოფიციალური ინფორმაციით საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ადამიანთა რაოდენობა 21%, ანუ 900,000 ადამიანზე მეტია. მათ შორის კი სიღატაკის ზღვარზეა დაახლოებით 350,000 ადამიანი. მათი ცხოვრების მთავარი არცი კი გადარჩენაა. თქვენ კადრში ხედავთ სამომხმარებლო კალათას. ეს კალათა მე მომხმარებელი ვარ. ასეთი კალათა გვაქვს ყველას, რეალურადაც და ვირტუალურადაც, სადაც პროდუქტების იმ რაოდენობას ვაწყობთ, რომელიც აუცილებელია ჩვენი არსებობისთვის. ზოგი ამ კალათში იმაზე მეც აწყობს, ვიდრე ეს არსებობისთვისაა საჭირო, რადგან იცხოვრობს კიდეც. ხოლო ის, ვინც მხოლოდ არსებობისთვის იბრძვის, ამ კალათს ხან ავსებს და ხან ვერ. ვინაიდან ასეთი ადამიანების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში 1,500,000-მდეა, ჩვენი სიუჟეტის მთავარი თემაც პროდუქტზე ფასების ზრდა იქნება. ასეთ ვითარებაში კალათში ჩასაწყო პროდუქტზე ფასების ზრდა მოსახლეობის 1/4-ზე მეც განსაკუთრებით ადარდებს. მით უფრო მაშინ, როცა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქმე ძირითადად ფასების ზრდასთან და არაკლებასთან გვაქვს. ჩვენ შევეცადეთ ეს დინამიკა მხოლოდ ბოლო 1 წლის მაგალითზე გაგვერკვია. კიდე 20 კაცო. გადვირდა ქალბატონო. როდის გადვირდა? 3 ვიყიდე 2 დღის წინა და. პროდუქტის უმეტესობაზე ფასების ზრდა მიმდინარე წლის დასაწყისში განახლდა და დღემდე გრძელდება. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია დავადგინოთ ამ ტენდენციის გამომწვევი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები და რაც მთავარია ვეცდებით გავარკვიოთ, რამდენად ადეკვატურად გაიზარდა გაჭირვებული ადამიანის შემოსავლები პროდუქტზე გაზრდილ ფასებთან მიმართებაში. ამისთვის ჩვენ მეტროსადგურო ვაგზელის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვიდით. უნდა დავადგინოთ ფასების ზრდის ტენდენცია წლის დასაწყისიდან დღემდე. პირველი ეტაპი დავასრულეთ. გვაქვს ფასების ჩამონათვალი დაახლოებით 20 სახეობის პროდუქციაზე. ასევე გვაქვს ფასთა მანტების ნათელი მაგალითებიც, რომელიც გაცილებით უკეთესად ჩვენს გრაფიკულ სურათზე გამოჩნდება. ფასები 2010 წლის დასაწყისში. 1 ტომარა შაქარი 80 ლარი, წლის ბოლოს 100 ლარი. 1 ტომარა ფქვილი 50 ლარი, წლის ბოლოს 56 ლარი. 20 კილოგრამიანი მარილის ფუთა 7 ლარი, წლის ბოლოს 9 ლარი. 1 ლიტრი ზეთი 3 ლარი. წლის ბოლოს 3 ლარი და 70 თეთრი. 400 გრამიანი პური 35 თეთრი, წლის ბოლოს 45 თეთრი. 1 კილოგრამი მაკარონი ლარი და 20 თეთრი, წლის ბოლოს ლარი და 50 თეთრი. 1 კილოგრამი წიწიბურა
ლარი და 80 თეთრი, წლის ბოლოს 3 ლარი და 50 თეთრი. 1 კილოგრამი ბრინჯი, ლარი და 40 თეთრი, წლის ბოლოს ლარი და 70 თეთრი. 1 კილოგრამი ლობიო, 3 ლარი, წლის ბოლოს 5 ლარი. ყავა რიო გრანდე 100 გრამიანი, ლარი და 15 თეთრი, წლის ბოლოს ლარი და 30 თეთრი. 1 ლიტრი რძე, ლარი და 80 თეთრი, წლის ბოლოს 2 ლარი და 50 თეთრი. მაწონი ეკოფუდი 1 ლარი, წლის ბოლოს ლარი და 20 თეთრი. არაჟანი ეკოფუდის 100 გრამიანი, ლარი და 80 თეთრი, წლის ბოლოს 1 ლარი. კარაქი შატილი, ლარი და 80 თეთრი, წლის ბოლოს 2 ლარი. 1 კილოგრამი ყველი, 5 ლარი, წლის ბოლოს 7 ლარი. კარტოფილი 90 თეთრი, წლის ბოლოს ლარი და 30 თეთრი. ჩამოთვლილი პროდუქტების უმეტესობა ჩვენს ქვეყანაში იმპორტირებულია, ანუ არ იწარმოება საქართველოში, ან ხშირად დეფიციტურია. შესაბამისად, ფასების ზრდასთან დაკავშირებით სახელისუფლებო არგუმენტად ხშირად საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდა სახელდება. პროდუქტის ძვირდება საერთაშორისო ბაზარზე. იმპორტიორი ზრდის პროდუქტის ფასებს. თავის მხრივ ფასს აძვირებენ საბითუმო მაღაზიები. ფასის აწევა უწევთ მცირე და საშუალო დონის სუპერმარკეტებსაც. მომხმარებლამდე უკვე რამდენჯერმე გაძვირებული პროდუქტი მიდის, რომელიც მათ ბიუჯეტს კრიტიკულ მდგომარეობაში აგდებს. სააკაშვილს გადაეცით, სააკაშვილს. თუ ხალხს პენსიები მოუმატოს და ხალხს სამსახურები უშოვოს, ამ რო აძვირეს საყოველებს, ხალხმა როგორ ნაჭამოს, როგორ ნასვას. მაგას მილიონები აქვს, მო. ჩვენ პენსიონერი და მეორე ჯგუფის ინვალიდი ხალხი ვარ და კაბიკ საშუალება არ გვაქვს არაფერს. როგორ შეიძლება ესე? ის კარიერას გააკეთა, ხო, გაალამაზა ქალაქი ბათუმი რამე. ხალხს პენსიები მოუმატოს, რაც თავარია. პირველი და მეორე ჯგუფის და მესამე ჯგუფის ინვალიდებს. და დაასაკოს ხალხი რომ იმუშაონ და ოჯახი შეენახოს შვილები და შვილიშვილები. ჩვენში ფასების გაძვირების კიდევ ერთი ტრადიციული მიზეზი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა დოლართან მიმართებაში. ამ შემთხვევაში თავის მართლების ტვირთი იმპორტიორებზე მოდის. იმპორტიორები საერთაშორისო ბაზარზე გარიგებებს ძირითადად დოლარში აწარმოებენ. ამის შემდეგ შეძენილი პროდუქცია ქართულ ბაზარზე იწყებს შემოსვლას, სადაც ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად ვაჭრობა ეროვნულ ვალუტაში მიმდინარეობს. მაგალითისთვის, 10,000 დოლარის ღირებულების პროდუქციის რეალიზაცია იმპორტიორმა ბაზარზე შემოსვლისას დაფიქსირებული კურსით უნდა მოახერხოს, რომელიც პირობითად ვთქვათ არის 1,70 მიასედი ლარი. რეალიზაციიდან მიღებულმა თანხამ უნდა შეადგინოს 17,000 ლარი. ამ თანხაში აისახება იმპორტიორის ხარჯებისა და მოგებას. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ვალუტის კურსი 1,70 მიასედიდან 1,90 მიასედ ლარამდე გაიზრდება, პროდუქციის შესაძენად დახარჯული 10,000 დოლარის, ანუ დაგეგმილი მოგების ამოსაღებად იმპორტიორს უკვე 17,000 ლარის ნაცვლად 19,000 ლარის გადახდა უწევს. წაგება მთელი 2,000 ლარია. შესაბამისად, იმპორტიორი იძულებულია შემოტანილი საქონლის ფასები დაუყოვნებლივ გაზარდოს. შესაბამისად ძვირდება პროდუქტი და ჩვენც კალათში ან ნაკლებს ვაწყობთ, ან ვერაფერს. ექსპერტ დავით ნარმანიას განცხადებით კი ვალუტის კურსის ცვლა ნებისმიერ ქვეყანაში ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა ეს მომხმარებლის საზიანოდ ფასებით მანიპულირების საგანი არ არის. ყოველთვის აქვს ვალუტის ცვალებადობას მეტნაკლები მოცულობით ადგილი და როდესაც არსებითი ცვლილება არ ხდება ვალუტის კურსისა და ესეთ შემთხვევაში იმპორტიორები იძახიან იმას, რომ ვალუტის კურსის ცვლილებით არის გამოწვეული ფასების ზრდა, ეს რა თქმა უნდა არალოგიკურია. და ეს არის მომხმარებლების მოტყუება, რაც ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენთან კანონმდებლობით არ ისჭება. პროდუქტზე ფასების ზრდა საქართველოში იანვრიდან განახლდა. რეალურად სწორედ იანვრიდან დაიწყო ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება და პიკს ზაფხულში მიაღწია. 1,79 მიასედიდან ის 1,88 მიასედზე ავიდა. პროდუქტზე ფასები მკვეთრად გაიზარდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულიდან დღემდე ეროვნული ვალუტის კურსი მყარდება, არც იმპორტირებულ და არც მცირე, მაგრამ ადგილობრივ ნაწარმზე ფასები ძველ ნიშნულს არ უბრუნდება. ისევე როგორც მსოფლიო ფასების ცვლილება მხოლოდ ზრდის ნაწილში აისახება ქართულ ბაზარზე, ისე არის კურსის ცვლილებაც დოლართან. მარტო ერთ ნაწილშია, მხოლოდ ჩვენს აზიანოთ არის ქართული მომხმარებლის და ყველა შემთხვევაში იმპორტიორის ან გამყიდველის მოგების თვალსაზრისით ხდება. ძალიან ხშირ შემთხვევაში იმპორტიორების დიდი ნაწილი სარგებლობს ამ შემთხვევით და მერე გადააბრალებენ ვალუტის კურსის ცვლილებას. ბოლო პერიოდში ძალიან მკვეთრი ცვლილება ვალუტის კურსისა არ ყოფილა, თუმცა ძალიან ბევრი კატეგორიის საქონელზე მივიღეთ ფასების ზრდა. ექსპერტების განცხადებით პროდუქციაზე ფასების ზრდის კიდევ ერთი სუბიექტური მიზეზი მონოპოლიებია. ქართულ ბაზარზე მონოპოლისტობის ბრალდებით საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ არტი ჯგუფის საქმიანობა შეაჩერეს, რომლის საწყობიც მოგვიანებით გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა.
2006 წლიდან ქვეყანაში აღარ არსებობს ანტიმონოპოლიური სამსახური, თუმცა ექსპერტები ფიქრობენ, რომ არც ანტიმონოპოლიურმა რეფორმამ მოგვცა შედეგი. ამ მიმართულებით მსხვილ მოთამაშედ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია ავერსი მიიჩნევა, რომელიც მთლიანი ბაზრის 35%-ს ფლობს. ავერს მცირედით ჩამორჩება კომპანია PSP, რომელიც ბაზრის 30%-ზე ოდნავ მეტს აკონტროლებს. ასეთივე პროფილის კომპანია GPC-ის წილი ფარმაცევტულ ბაზარზე მხოლოდ 15%-ია. დანარჩენ 20%-ს კი მედიკამენტებითა და სამედიცინო აღჭურვილობით მოვაჭრე მცირე სავაჭრო სუბიექტები ინაწილებენ. სავარაუდოდ ფარმაცევტულ ბაზარზე აქ არსებულ კომპანიებს შორის კონკურენცია ძირითადად სატელევიზიო რეკლამებით გამოიხატება. სხვა დანარჩენი ფასები, ფასდაკლებები, ხარისხი და მომსახურე პერსონალის ღიმილიც კი თითქმის ერთნაირია. საქართველოში მთელი ეკონომიკა არის მონოპოლიზირებული და მონოპოლიზირებული არის არაოფიციალურად, ზოგ შემთხვევაში ოფიციალურადაც რო იცოდებთ. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ჩინების მხრიდან. და მიუხედავად იმისა, მსოფლიო ბაზარზე თქვა იგივე ნავთობის ფასმა დაიწია თუ არ დაიწია, მათ რაც უნდა წაეღოთ აი ამ აწეული ფასებიდან, თქვა ბენზინზე არაოფიციალური ინფორმაცია, მაგრამ ძალიან სარწმუნო. თითოეულ ლიტრში 50 თეთრი აღარ შეუმცირებიათ. აქედან გამომდინარე, ნავთობის გამყიდველი, საწვავის გამყიდველი, ვაღარ ამას 50 თეთრს უხდის, ფას ვერ აგდებს რასაკვირველი. 2000 წელს ძალიან მკაფიოდ მიუთითა ევროკავშირმა ქვეყნის ხელისუფლებას, რომ ევროპასთან სამეზობლო პოლიტიკის დოკუმენტი საქართველოს ჰქონდა ვალდებულება აღებული ანტიმონოპოლიური რეგულაციების შემუშავებასთან დაკავშირებით და ეს ვალდებულება იყო შეუსრულებელი. ამიტომაც იძულებული გახდა ქვეყნის ხელისუფლება ამ სამსახურის ჩამოყალიბებაზე, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან მდორედ მიმდინარეობს სამსახურის ფორმირება, ასე რომ ვერ ვიტყვით, რომ ჯერჯერობით ეს სამსახური ამუშავდა და ჯერჯერობით ამ სამსახურის ამუშავება არ ეთყობა ბაზარს. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა შემთხვევიდან დაზარალებული არსებობისთვის მებრძოლი მომხმარებელია, რადგან სახელმწიფოს მსხვილ იმპორტიორსაც და საბითუმო მაღაზიებსაც სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის გაცილებით მეტი ბერკეტი აქვთ. ეს გზა მარტივია, გაზარდოს ფასები პროდუქციაზე. უკულად აღარ იხარჯება აღარაფერი არ ჩასაცმელზე, არ არის ლაპარაკი ძვირფასზე და ლამაზზე. უბრალოდ შიშვლის დამალვაზია ლაპარაკი და სიცივის გაძლებაზე, ტემპერატურის შენარჩუნებაზე. ადამიანები ფაქტობრივად აღარ ყიდულობენ, ძირითადი მასა, თქვათ ან ავეჯს, ან რაღაცას და ასე შემდეგ. გადასული არიან მთლიანად საკვებზე და წამალზე და გადაუდებელი მოთხოვნილების, გადაუდებელი პირადი მოთხოვნილების საგნებზე და იქაც ხდება აი ეს ახლა ნახეთ საშუალო მე ვლაპარაკობ ღატაკი. ქართველი კაცი სუფრაზე რადევს. შესაბამისად, ვცდილობთ ვიპოვოთ პასუხი მთავარ კითხვაზე, რამდენად ადეკვატურად იზრდება ღარიბი ფენის შემოსავლები პროდუქციაზე ფასების ზრდის კვალდაკვალ. პირველად შეკითხვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მივმართავთ. დაახლოებით 1-3 თვეა სტატისტიკის დეპარტამენტი ჩვენი საქველმოქმედო სტრუქტურა არ არის. ეს არის სულ სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ჩვენ მაგარ საქმიანობაზე არ გვაქვს უფლება რომ კომენტარი გავაკეთოთ. იგივე შეკითხვით სტატისტიკის დეპარტამენტში გადავდივართ. ჩვენ აღარ გვაქვს ადრე ძალიან ადრე ჩვენ კიდე ანალიზებს ვაკეთებთ. ეხლა უბრალოდ აი დებულებით კანონი და ასე შემდეგ უფლებაც კი არ გვაქვს სურვილიც რო იყოს იმ შემთხვევაში გადაეცანზე არ ჩამოგმრთმევი ალბათ არც არადროს იყო ჩვენ იყო დაფიქსირება არსებული მდგომარეობის და ჯერ შეიძლება ეკონომიკის სამინისტროც ხო არის ანალიტიკური სამსახურია ხო თუნდაც იგივე მაჩვენებლებზე დაყრდნობით ხო ეგ სტრატეგიის რაღაც შემუშავება და მაგრამ ყველაზე უფრო ესეთი ოპტიმალური ვარიანტია მაინც რომ ექსპერტებს დაელაპარაკოთ. კეთილი და პატიოსანი, კითხვით ისევ ექსპერტებს მიმართავთ, მაგრამ პირველ რიგში ახლა უკვე ჩვენი შეკითხვის ადეკვატურობასა და მართებულობას ვარკვევთ. რა თქმა უნდა, შეკითხვა სწორად არის დასმული. ძალიან კარგი, მაშინ გავაგრძელოთ საუბარი ფასების ზრდის სუბიექტურ და ობიექტურ მიზეზებზე. ექსპერტთა მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა, ისევ მონოპოლიები და კონკურენტუუნარო გარემო. როდესაც ასეთი მძლავრი მონოპოლიები ჩნდება ქვეყანაში, ბუნებრივია იქ კონკურენციის პრობლემა დგება. ვინ იტანჯება ყველაფერი ამისგან? ანუ როდესაც არ არის კონკურენცია, როდესაც არ არის ძლიერის კანონიერ ჩარჩოში ქცევის, მოქცევის მექანიზმი და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ზარალდება მომხმარებელი და ჩვენ ვართ სწორედ ამ მდგომარეობაში.
მართალია სახელმწიფო უწყებებიდან ჩვენს მთავარ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ, მაგრამ ეკონომიკის ექსპერტთა მხრიდან ვფიქრობ, საინტერესო მოსაზრებები მოისმინეთ. მაგრამ თუ არც ჩემი გჯერათ და არც კვირის რეპორტაჟის, თუ არც სიუჟეტში მოყვანილ ოფიციალურ სტატისტიკას ენდობით, თუ რესპონდენტი პენსიონერებისა და მოქალაქეების გულწრფელობაშიც გეპარებათ ეჭვი და არც ჩვენი ექსპერტები არიან თქვენთვის ავტორიტეტები, მაშინ თქვენს ბიუჯეტს კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი. იქნებ იპოვოთ სადმე ნუგეში. ახლა კი ვნახოთ, როგორია ქართველ თანამდებობის პირთა ოჯახების სამომხმარებლო კალათა. რუბრიკა ცოლები, რომელიც ინტერნეტ გამოცემა ნეტგაზეთმა ფონებრივი დეკლარაციების მიხედვით გამოაქვეყნა. რა შემოსავალი აქვთ და სად არიან დასაქმებულები ქართველ მაღალ ჩინოსანთა ცოლები? ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. ცოლები სახელმწიფო უწყებაში, ცოლები მედიაში, ცოლები სკოლასა და უნივერსიტეტში, ცოლები სახლში და ცოლები სხვადასხვა სამსახურში. ასეთ სურათს აღმოაჩენთ, თუ კი საქართველოს მთავრობის წევრებისა და პარლამენტარების ქონებრივ დეკლარაციებს გადახედავთ. საჯარო მოხელეებმა ბოლო დეკლარაცია 2010 წლის აპრილის და მაისის თვეში შეავსეს. დეკლარაციები ასახავს გასული 2009 წლის პერიოდს. ნინო ლაშხი, ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის ცოლი. მუშაობს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად. დეკლარაციის მიხედვით, ლაშხის შემოსავალი 2009 წელს იყო 85.989 ლარი. მაია მესხიშვილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ცოლი. მუშაობს საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტის წამყვან სპეციალისტად. მისი წლიური შემოსავალი იყო 35.193 ლარი. მაია ირემაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლაშა თორდიას ცოლი. მუშაობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანაშემწედ. მისი წლიური შემოსავალი იყო 11.400 ლარი. მაკა მეტრეველი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ცოლი. მუშაობს თბილისის მერიაში სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის მთავარ სპეციალისტად. მისი წლიური შემოსავალი 2009 წელს იყო 16.326 ლარი. ქეთევან კობიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრის, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი მინაშვილის ცოლი. მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მთავარ სპეციალისტად. მისი წლიური შემოსავალი იყო 11.971 ლარი. თამარ ჩერგოლეიშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას ცოლი. არის ჟურნალ ტაბულას რედაქტორი. მისი შემოსავალი დეკლარაციის შევსების პერიოდში იყო 0 ლარი. დეკლარაცია გიგა ბოკერიამ შეავსა როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ამავე დეკლარაციაში ჩერგოლეიშვილი ევროპის საბჭოს პროექტის მენეჯერად ფიქსირდება, სადაც მისი შემოსავალი იყო 96.000 евро. ლელა კილაძე, თბილისის მერის გიგი უგულავას ცოლი. ტელეკომპანია რუსთავიორის გასართობი გადაცემა ბრავოს პროდიუსერია. თბილისის მერის მიერ 2010 წელს შევსებულ დეკლარაციაში მისი ცოლის გრაფა ცარიელია. იანა ფრემერი, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის თემურ იაკობაშვილის ცოლი. მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში, პირველი კავკასიურის მთავარ პროდიუსერად. მისი წლიური შემოსავალი 9361 ლარია. თამარ მერაბიშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ცოლი. არის მიწის მესაკუთრე და უფლებების დაცვის ასოციაციის შეხვედრების კოორდინატორი. წლიური შემოსავალი 15.853 ლარი. მიმდინარე ანგარიშზე ქართულ ბანკში აქვს 1134 დოლარი. მაკალაჩაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი მელაძის ცოლი. არის GPI ჰოლდინგის მენეჯერი. წლიური შემოსავალი 27.117 ლარი. სალომე წაკაძე, ქვემო ქართლში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის დავით კირკიტაძის ცოლი. არის შოკოლადის საწარმო ბარამბოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. წლიური ხელფასი 3000 ლარი.
ნეტგაზეთის ჩამონათვალში ცალკეა მითითებული უმუშევარი ცოლები. მათ შორისაა ქვეყნის პირველი ლედი სანდრა რულოვსი. მისი სამუშაო ადგილი პრეზიდენტის დეკლარაციაში არ არის მითითებული. რულოვს TBC ბანკში ანგარიშზე $30,000 აქვს. ასევე ანაბარი ინგბანკ ტერნეუზენში 60,000 евро. 2009 წელს რულოვსმა მიიღო ჰონორარი 1,000 евро. თუმცა არ არის მითითებული საიდან ან რისთვის. ისტორია, რომელიც ისევ წყნეთში გასხვისებულ ქონებას ეხება. გასულ კვირაში წყნეთიდან კიდევ ერთი ოჯახი გამოასახლეს. ხალხი ამბობს, რომ ბინასა და წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ უკანონოდ გაიყიდა. მყიდველი კი ნაციონალების აქტივისტია. იმედად არსალიაგი ამბობთ. ძალიან ხო, წყნარად შევასრულოთ ჩვენს უფლება მოვალეობებს და წავალთ. ძალიან ხო. შემოდი რა. გეხვეწებით ახლა თქვენ ახლა ხო ჟურნალი ხელი დაგტოვეთ გითხარით ხო შემოგიშვათ დაბაწყნეთში ხაჩირაშვილების სახლში მისული ჟურნალისტები ყველაზე არასასურველი სტუმრები სამართალდამცველებისთვის აღმოჩნდით. დასახლების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. აი აქ ქუჩაში ახალი წელი რა კარგი იქნება ქუჩაში აი წარმოიდგინე ამაღამ პიანინოზე ძილი მოუწევთ კაცო ეს არის სამართალი ხაჩირაშვილები ამ სახლში 1951 წლიდან ცხოვრობდნენ. ერთ დროს სახლის სახელმწიფოს კერძოდ წყალსადენის სამსახურის ბალანსზე იყო. 52 წლის შემდეგ კი ხაჩირაშვილების ბინას მოულოდნელად ახალი მეპატრონე გამოუჩნდა. აი ლაღიძემ და წერავა მიყიდეს ეს ბინა ჩუმად წავიდნენ, ჩუმად გააკეთეს პრივატიზაცია, აუქციონზე გაიტანეს, ჩვენ ჩუმად, ჩვენ რო აქ ცხოვრობდით, მოდიოდა ბავშვს აქ ტოვებდა ჩვენთან ეს ლაღიძე, ბავშვს ჩვენ მწყესავდით და მიდიოდა და თურმე ამისთანა რაღაცას აკეთებდა. ესე ას გააფრთხილეს საქმე. 2002 წელს ბინა, სადაც ხაჩირაშვილების გარდა სამი ოჯახი ცხოვრობს, ნაციონალური მოძრაობის წევრმა და წალკის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ქეთევან ლაღიძემ იყიდა. ბინას კიდევ ერთი თანამფლობელი ყავს, კოტე წვერავა. ლაღიძემ და წვერავამ 1800 კვადრატული მეტრი მიწისნაკვეთი მასზე არსებული საცხოვრებელი შენობით აუქციონზე სულ რაღაც $6,700 შეიძინეს. საბჭოს 7 ნომერში მდებარე მიწისნაკვეთი და სახლი საპრივატიზაციო ნუსხაში ისე მოხვდა, რომ თავად სახლის მობინადრეებს არაფერი შეატყობინეს. შენობის აუქციონზე გაყიდვის შესახებ მათ მხოლოდ 1 წლის შემდეგ გაიგეს. სასამართლო დავა 8 წლის განმავლობაში გაგრძელდა. როგორ შეიძლება საოლქო სასამართლოში პირველი პროცესი მოვიგეთ, მერე რო არ მოეწონათ მარინა გლოველის გადაწყვეტილება, ისევ საოლქოს დაუბრუნეს განსახილველად და როგორ შეიძლება სასამართლომ ორჯერ ერთი და იგივე საქმეზე ერთხელ დადებითი პასუხი მოგცეს და მეორეჯერ სააპელაციოში სააპელაციაში დიახ, აწყობდნენ საქმეს ხელისუფლებაში იყო ერთ-ერთი წარმომადგენელი საკრებულოს თავმჯდომარე იყო ნაციონალური იმიდან, რა ქვია, ლაღიძე ქეთევანი გამოსახლების პროცესს ახალი მეპატრონის ქეთევა ლაღიძის ადვოკატი პირადად დაკვირდებოდა. დავალებებს ის ტელეფონით კლიენტისგან იღებდა. თქვენ ადვოკატი ხარ? კი ბატონო. რაღაც კითხვა მაქვს. არა, მე ჟურნალისტის ინტერვიუს არ ვაძლევ. ჩემ პროფესია არის კომპეტენცია. არა, ამბობენ რომ ეს პრივატიზების დოკუმენტები არ გაყალბებული რა. ვერ გეტყვით მაგას სასამართლო გადაწყვეტილება და არის. არა, ადვოკატი ხარ და თქვენ არის. ქეთევა ლაღიძეს ტელეფონით უკავშირდებით. წალკის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის პასუხი ასეთია. იცით რა, რამდენიმე წელია ჩვენ განვადებით ვიხდიდით ამას. განვადებით ვიხდიდით რამდენი წელია უკვე. განვადებით რატომ? იმიტომ რომ არ მქონდა თანხა და განვადებით მქონდა იმის უფლება რომ მე შემეძია. რა თანხა გადაიხადეთ ამაში? საბჭოს ქუჩის მცხოვრებლები იხსენებენ, რომ ლაღიძე მათთან გავლენიანი მფარველებითა და საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის სასარგებლოდ წალკიდან ჩამოტანილი ხმებით ტრაბახობდა. მარინა ხაჩირაშვილი მეუღლესთან და 8 წლის შვილთან ერთად საცხოვრებლის გარეშე ღია ცის ქვეშ დარჩა. ამბობს, რომ წარსულში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი იყო და იმ დღეებსაც იხსენებს, როდესაც მომავალი პრეზიდენტი წყნეთში მიწების უკანონოდ გასხვისებას ებრძოდა. იქიდან რომ გამოგდა. იმიშას ვაძლია ხმა და დადები. ნახეთ ხალხი რა დღეში. რამდენი
ეს ხაჩირაშვილების ბინა გამოსახლების შემდეგ. ამ შენობაში კიდევ ერთი კიპაროიძების ერთსულიანი ოჯახი ორ არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრობს. მათ ხვალ გამოასახლებენ. ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ თქვენ არ იცოდეთ. ჩვენ არაფერი. სასამართლოზე ესე დაგვწინა, წერა-კითხვა არ იცოდნენ და რა უნდა ეკნაო. ლაღიძე. აი 100%-იანი დარწმუნებული ვარ, რომ მან მიდიოდა ყველანაირად საქმის შეწყობა. ყველანაირად მიდიოდა საქმის შეწყობა. აფხაზეთიდან დევნილი დავით უბრეხელიძეც საბჭოს 7 ნომრის მცხოვრებია. ხაჩირაშვილებისა და კიპაროიძეების გვერდით მან 18 წელი იცხოვრა. მეზობლების გამოსახლების პროცესს ის სხვა წყნეთელების მსგავსად შორიდან აკვირდებოდა და არ გამორიცხავს, რომ ახალ წლამდე მისი ოჯახიც ქუჩაში აღმოჩნდება. კვირის რეპორტაჟი ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს უკვე ახალ 2011 წელს შევხვდებით. მე წინასწარ გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს კარგად ბრძანდებოდეთ.